ონკოსაზოგადოება HOPE და პაციენტთა ორგანიზაცია ევროპა-დუნა საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი კონცეფციაზე დაფუძნებული ორგანიზაციები. ეს არის ორგანიზაციები პაციენტებისთვის, რაც გულისხმობს, რომ ორგანიზაცია აერთიანებს წევრებს, ონკოპაციენტებს, რომელთაც თავის თავზე გამოსცადეს ეს დიაგნოზი და დღეს არიან სხვა ონკოპაციენტების მხარდასაჭერად. ძირითადი ფუნქცია ონკოპაციენტთა ორგანიზაციის არის ის, რომ ჩვენ პოზიციონირებს სამი მსხვილი მიმართულებით. ერთ-ერთი ეს არის ადვოკატირება, პაციენტთა ადვოკატირება, მეორე არის ცნობიერების ამაღლება კიბოს შესახებ ზოგადად საზოგადოებაში და მესამე არის ფსიქოსოციალური მხარდაჭერა ონკოპაციენტებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის. რა იგულისხმება თითოეულ მათგანში ძალიან მოკლედ შევეხები. ადვოკატირება გულისხმობს, რომ თითოეულ ადამიანს, ვინც ეხლა ონკოლოგიური დიაგნოზის წინაშე დგას, ჰქონდეს ხელმისაწვდომი უწყვეტი და ხარისხიანი მკურნალობა და თუ რა პროგრამები კეთდება დღეს საქართველოში, კეთდება ჩვენი ორგანიზაციების მაქსიმალური ინიციირებითაც და ჩართულობითაც. მეორე ეს არის ცნობიერების ამაღლება კიბოს შესახებ, რაც მაქსიმალურად ქვემოთ წევს სტიგმის ხარისხს, რაც დღეს საზოგადოებაში არსებობს. ამისთვის უამრავი კამპანია ტარდება ყოველთვის, ეს იქნება კონკრეტულად ის დღეები, რომელიც კიბოს ეხმიანება, აწოცოს კიბოს ან ზოგადად მსოფლიო კიბოს დღეს თუ ასე შემდეგ. და მესამე ეს არის ფსიქოსოციალური მხარდაჭერა ონკოპაციენტებისთვის, რისთვისაც ჩვენ პეკინის 10 ნომერში გვაქვს ესეთი სივრცე, ვარდისფერი სივრცე ქვია, სადაც ვიკრიბებით ონკოპაციენტები, სადაც ხდება მე ესე ვამბობ ხოლმე ტრანსფორმაცია სტერეოტიპული კიბოსი და სადაც ახალი მუშა სტრატეგიები იქმნება კიბოსთან გასამკლავებელი. აქ ტარდება ინდივიდუალური თერაპიები, ჯგუფური თერაპიები, ართ-თერაპიები, უბრალოდ სამოტივაციო შეხვედრები ონკოპაციენტებთან და უამრავი აქტიურობით ვართ დაკავებული აი ამ სივრცეში. ძირითადი მიღწევები, რაც ორგანიზაციის, ასე ვთქვათ, ორგანიზაციის მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს, ეს არის ის, რომ დღეს ონკოპაციენტებს აქვთ სრული დაფინანსება მკურნალობის თვალსაზრისით. ეს მოხდა სწორედ იმის საფუძველზე, რომ ჩვენ გვქონდა უამრავი შეხვედრები ექიმებთან, პოლიტიკის მკეთებლებთან, ასე ვთქვათ, იმ ადამიანებთან, ხელი ეწიფება რაღაც გარკვეული კანონმდებლობების მიღება, ონკოპაციენტებთან და შესაბამისად ხდებოდა თავმოყრა იმ პრობლემების ის წინაშე დღეს ონკოპაციენტები განან და მის გაზიარება და მიტანა იმ ადამიანებამდე, ვისაც ხელი ეწიფება გარკვეული პოლიტიკური ცვლილებების გატარება დღეს საქართველოში და ამის ნიადაგზე მივიღეთ ჩვენ ის რომ დღეს მკურნალობა 100%-ით ფინანსდება, ონკოპაციენტის მკურნალობა და შესაბამისად აღარ გვაქვს წყვეტა მკურნალობაში. მკურნალობა არის ძალიან ხარისხიანი და უწყვეტი. გარკვეული პროგრამები, რომელიც ამ მიმართულებით განვიხორციელებთ, ეს არის მაგალითად რეცეპტინის დაფინანსება, მაგალითად თავიდან, როდესაც დავიწყეთ რეცეპტინის დაფინანსება, მაგალითად ის რომ ის ფინანსდებოდა მხოლოდ თბილისისთვის და არა რეგიონებისთვის და ამ ეტაპზე განსხვავებაც აღარ არსებობს, სად არის ჩაწერილი ადამიანი, რომელ სოციალურ წრეს ეკუთვნის, მაგალითად აქვს თუ არა შემოსავალი რაღაც თანხაზე მეტი. ანუ მიუხედავად ამ განსხვავებისა, ნებისმიერ ონკოპაციენტს აქვს საშუალება მიიღოს სრულფასოვანი მკურნალობა. გარდა ამისა, ჩვენი ასევე განსაკუთრებული პრიორიტეტი არის ის, რომ მოვუწოდოთ ადამიანებს დროულად ჩაიტანონ სკრინინგი. ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც მე მიყვარს ხოლმე ამ სიტყვის გამოყენება სკრინინგთან მიმართებაში, გვაქვს ფუფუნება, რომ გქონდეს ამის საშუალება, რომ ჩავიტაროთ სკრინინგი. 40-დან 60 წლამდე სკრინინგი არის აბსოლუტურად დაფინანსებული სახელმწიფოს მიერ და შესაბამისად ნებისმიერ ქალს შეუძლია რომ მივიდეს და ჩაიტაროს სკრინინგი, რაც გვაძლევს სკრინინგი. სკრინინგი გვაძლევს საშუალებას, რომ ადრეულ ეტაპზე აღმოვაჩინოთ დიაგნოზი. ადრეულ ეტაპზე გაგებული დიაგნოზი არის 100%-ამდე განკურნებადი და ეს თითქოს უკვე აბსოლუტურად სხვა დიაგნოზთან გვაქვს საქმე და არა კიბოსთან. ამხელა განსხვავებას გვაძლევს. კიბო დღეს ყველა სტადიაზე მართვადია და დღეს ინოვაციური ნაბიჯებია გადადგმული მეცნიერებაში ამ თვალსაზრისით, თუმცა ადრეულ ეტაპზე აღმოჩენილი დიაგნოზი გვაძლევს საშუალებას, რომ მკურნალობა ძალიან დამზოგველი იყოს და
განკურნება იყოს, ან პასუხი მკურნალობის იყოს 100%-იანი გამოჯანმრთელება. შესაბამისად, გვაქვს ეს ფუფუნება, ამიტომ მოვუწოდებ ყველა ქალს ჩაიტაროს ყოველწლიურად სკრინინგი და გარდა იმისა, რომ ჯანმრთელი იყოს, ასევე იყოს ფსიქოლოგიურადაც მშვიდად, იმიტომ რომ ეს გვაძლევს საშუალებას, რომ მთელი წელი არ ვიფიქროთ ჩვენ იმ დიაგნოზზე, რომ შესაძლებელია და ესეთი მოძლიერებული და მომრავლებულია კიბოს დიაგნოზი და ვიყოთ მშვიდათაც და ვიყოთ ჯანმრთელიც.